ერთი კვირა ომში დიდი დროა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და რუსეთისთვის 7 მოკლე დღე შეიძლება იქცეს იმედის მონცემა დაღდგენილი ნავთობის ექსპორტის ეკონომიკიდან უკრაინის სიღმისეული დარტყმებით გამოწვეულ ცეცხლოვან ქაოსად. რა თქმა უნდა, სწორედ ეს მოხდა, რადგან რუსეთს მოუწია ჯოჯოხეთის 7 დღის გადატანა, რომელმაც ყველაფერი წაართო. უკრაინამ ერთ კვირაში გააკეთა ის, რაც სანქციებს წლების განმავლობაში ვერ გაუკეთებიათ და ყველაფერი, რაც რუსეთს დარჩა, არის ცეცხლმოკიდებულ ნანგრევებში ქექვა. პირველ რიგში გადავდივართ 21 მარტს. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ღრმა დარტყმა მიაყენა რუსეთის მნიშვნელოვან ბალტიის ზღვის პორტ უსტლუგას. დარტყმა განხორციელდა უზარმაზარ ნავთობის კომპლექსზე, რომელიც ყოველდღიურად 700,000 ბარელი ნავთობის ექსპორტს ამუშავებს. სხვა ექსპორტთან ერთად, როგორიცაა მარცვლეული სასუქები და ქვანახშირი, ეს დარტყმა იყო ბალტიის ზღვის ექსპორტის ქსელზე, რომელიც რუსეთის ნავთობის გაყიდვების 40%-ს უზრუნველყოფს. ეს თავისთავად ძალიან ცუდი ამბავი იქნებოდა პუტინისთვის. მაგრამ რაც 21 მარტს ვიხილეთ, ერთჯერადი შემთხვევა არ ყოფილა. პირიქით, ეს უფრო გამარჯვების აღნიშვნას ჰგავდა. ეს იყო ერთკვირიანი სერიის კულმინაცია, რომლის დროსაც განხორციელდა ღრმა დარტყმები უსტლუგასა და რუსეთის სხვა მნიშვნელოვან ბალტიის პორტზე, პრიმორსკზე. სინამდვილეში 21 მარტის თავდასხმა იყო მეოთხე შემთხვევა ერთ კვირაში, როდესაც უკრაინის დრონები უსტლუგაზე ჩამოვარდა. და ეს მუდმივი ზეწოლა პუტინს ძალიან კაფეო გზავნილს უგზავნის, რომ ნავთობის ინფრასტრუქტურა, რომელიც ადრე უსაფრთხოდ მიაჩნდა, ახლა სამიზნეა. არა მხოლოდ სამიზნეა, არამედ ის არის ობიექტი, რომელსაც უკრაინა სურვილისამებრ დაარტყამს. იგივე ეხება პრიმორსკს, რომელიც სრულიად სამართლიანად გახდა უკრაინის მრავალჯერადი დარტყმების მსხვერპლი იმ ჯოჯოხეთური კვირის განმავლობაში, რომელიც რუსეთს ალბათ უსასრულოდ მოეჩვენა. United.4 მედია დეტალებს გვაწვლის და აღნიშნავს, რომ უკრაინის კამპანია პუტინის ბალტიის ზღვის პორტების წინააღმდეგ დაიწყო 23 მარტს, რამდენიმე თითქოს იზოლირებული დარტყმით. უკრაინამ კიდევ ერთხელ აამოქმედა თავისი მფრინავი სანქციები, რაც როგორც ჩანს, რუსეთის მიერ ირანში მიმდინარე ქაოსის გამოყენების შესაძლებლობაზე პასუხი იყო. მაგრამ ალბათ მხოლოდ ეს უნდა ყოფილიყო. და რომ ასე ყოფილიყო, ესეც საკმარისი იქნებოდა. 23 მარტის თავდასხმამ პრიმორსკში რამდენიმე აფეთქება გამოიწვია. საწვავის ავზებზე კი ხანძარი გაჩნდა. ეს ავზები მნიშვნელოვანია პორტის ფუნქციონირებისთვის, რომელიც პიკზე მუშაობისას 921,000 ტონა ნავთობსა და 240,000 ტონა ნავთობპროდუქტს ინახავს. მაგრამ ის, რაც ერთი შეხედვით ცალკეულ თავდასხმად ჩანდა, სულ სხვა რამ აღმოჩნდა. უკრაინამ გააგრძელა მოქმედება. დრითი დღე დრონები უძლუგასა და პრიმორსკზე ცვივა მასშტაბურ კამპანიაში, რომელიც ბევრად უფრო დიდი და ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე პუტინს შეეძლო წარმოედგინა. ეს პორტები უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყო. აი რატო იყენებდა რუსეთი ამ პორტებს? მაგრამ უკრაინის დრონები ასობით მილს გადიან, ან ახერხებენ საჰაერო თავდაცვის სისტემების თავიდან აცილებას, ან საერთოდ არ ხვდებიან მათ, რათა 7 დღის მწუხარება მოუტანონ სადისტ ლიდერს, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე შეჯრა ბრძანა. იმ ჯოჯოხეთური კვირის შემდეგ რუსეთს ერთ ფაქტს უნდა გაუსწოროს თვალი. ყველაფერი იწვის უსტლუგასა და პრიმორსკში და შედეგები თავად ლაპარაკობს. მარტის 29-ის თავდასხმაში უსტლუგაში 3 საწვავის საცავი ტანკერი განადგურდა. ამ ტანკებს ერთად 90,000 ტონა ნავთობის ტევადობა ჰქონდათ, რომელიც მთლიანად იწვის იმ განადგურებულ ტანკებთან ერთად, სადაც ადრე ინახებოდა. უკრაინის 25 მარტის დარტყმამ ამავე პორტზე 5 საწვავის საცავი ტანკი გაანადგურა, რაც კიდევ 150,000 ტონა საწვავის დაწვას ნიშნავს. ასევე პორტში მდგომი 3 ჭდილოვანი ფლოტის ტანკერიც დააზიანა. მსგავსი ზიანი დაფიქსირდა პრიმორსკშიც და რუსეთს იძულებული გახდა ბოლო კვირის განმავლობაში რამდენჯერმე სრულად შეეჩერებინანა ნავთობის დატვირთვა. როდესაც რუსეთი ცდილობს ჩააქროს ხანძრები, შეაფასოს ზიანი და გაუმკლავდეს იმ ფაქტს, რომ მის განადგურებულ პორტებს ძველი სიმძლავრის აღსადგენად კვირები თუ არა თვეები სჭირდება სარემონტო სამუშაოებისთვის. და თუნდაც სარემონტო სამუშაოები დაიწყოს, რუსეთმა იცის, რომ უკრაინას შეუძლია კვლავ დაუმიზნოს პორტებს. არაფერი შეეძლო შეეჩერებინა ისინი ჯოჯოხეთის იმ 7 დღის განმავლობაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მომავალ დარტყმებსაც რამეს დაუპირისპირებს. ჭდილის ფლოტის ტანკერების გადაადგილება, ან შეიძლება ითქვას, მათი გადაადგილების ნაკლებობა, ასევე ბევრს ამბობს. მარტის 23-დან 31-მდე კვირის განმავლობაში მხოლოდ 4 ტანკერი დატვირთეს პრიმორსკში. ჩვეულებრივ ეს რიცხვი 10 შეადგენს. უკრაინამ ტანკერების დატვირთვის მოცულობა 60%-ით შეამცირა. უსტლუგაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო, რადგან ჩვეულებრივი 8-დან მხოლოდ 2 ტანკერი დატვირთეს, რაც 80%-იან შემცირებას ნიშნავს. რა თქმა უნდა, დატვირთული ტანკერების ნაკლები რაოდენობა ნიშნავს ნაკლებად გაყიდულ ნავთობს. თუ ადრე ყოველდღიურად საშუალოდ 4,1 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა ექსპორტზე, ახლა რუსეთის ნავთობის გაყიდვები მხოლოდ 2,3 მილიონ ბარელამდე დაეცა. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად 1,8 მილიონი ბარელი აღარ იყიდება იმ დროს, როცა რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად ისარგებლოს მზარდი ნავთობის ფასებით. ოპერაცია ეპიკური რისკის შემდეგ. რა თქმა უნდა, ნაკლები ბარელის გაყიდვა ასევე ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს რუსეთის ნავთობის ინდუსტრიისთვის. 21 მარტის United 44-ის მედია ანგარიში დეტალებია მოცემული.
ანგარიში ნათქვამია, რომ რუსეთის ურალის ნავთობის საშუალო ფასი გაიზარდა $11.30 და მიაღწია $73.24 ბარელზე ირანში ომის შედეგად. ირანი. მაგრამ ამ კვეთრის ზრდის მიუხედავად, ჯოჯოხეთის კვირამ-როხეთის კვირამ, რომელიც უკრაინამ რუსეთს დაატეხა თავზე თავისი ფრინავი სანქციებით, გამოიწვია ის, რომ რუსეთმა მხოლოდ $1.44 მილიარდი გამოიმუშავა კვირაში, რომელიც დასრულდა 29 მარტს. წინა კვირაში რუსეთის ნავთობის გიგანტებმა მიიღეს $2.45 მილიარდი შემოსავალი, ასე რომ ეს არის $1 მილიარდზე მეტი ნავთობის შემოსავალი, რომელსაც კრემლი ვერ დაბეგრავს ომისთვის. ომი. ეს არის მთელი აზრი. რუსეთს ეგონა, რომ ომში ეკონომიკური ხსნა მიეცა, რადგან დასავლური სანქციების ჩავარდნისა და ნავთობის ფასების სწრაფი ზრდის კომბინაცია მისცემდა საშუალებას მილიარდობით დოლარით მეტი ნავთობის შემოსავალი მიიღო. და მერე რაღაც შეიცვალა. უკრაინამ დრონებით მიზანში ამოიღო და სამიზნეებს ისევ და ისევ დაარტყა. ეხლა ის სარგებელი, რომლის მიღებაც რუსეთს ხელსაყრელ დროს სურდა, უკრაინის ბალტიის პორტებზე დარტყმებმა გაანადგურა. მხოლოდ 7 დღეში უკრაინამ შეძლო ის, რაც სანქციებს წლების განმავლობაში ვერ გაუკეთებიათ. და მან რუსული ეკონომიკა, რომელსაც წამით მცირე იმედი გაუჩნდა, სწრაფად დააყენა სრული განადგურების გზაზე. რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს მოგვიანებით ვით დაუბრუნდებით. ჯერ მოდი სანქციების წარუმატებლობაზე გავამახვილოთ ყურადღება. რაზეც შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ენერგოექსპორტზე ერთკვირიანი ზეწოლა პირდაპირი პასუხია. არ იქნება სამართლიანი ვთქვათ, რომ დასავლეთის სანქციები სრულიად და სრულად წარუმატებელია რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ. მათ ნამდვილად დააზიანეს პუტინის ომის წარმოების უნარი, როგორც ეკონომიკის ობსერვატორია აღნიშნავს. პუტინის შეჭრის დაწყებიდან 2025 წლის აგვისტომდე, როგორც აღნიშნავს წყარო, დასავლეთის სანქციებმა რუსეთს დაახლოებით $100 მილიარდი შემოსავალი დააგარგვინა, რომელიც ვეღარ იქნება გამოყენებული ჯარისკაცების გასამჯელოდ ან უკრაინაში გამოსაყენებელი ტექნიკის ასაშენებლად. ეს კარგი შედეგია, ამას უარყოფა არ შეუძლია. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ $100 მილიარდი 3 წელზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში ძალიან მცირეა იმ თანხასთან შედარებით, რომელსაც რუსეთი კვლავაც იღებს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან. მხოლოდ 2024 წელს, როგორც აღნიშნავს ობსერვატორია, რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან $225 მილიარდი შემოსავალი მიიღო. ეს მოხდა სანქციების მიუხედავად და რეალურად ეს 0.5%-ით მეტია ვიდრე 2023 წელს მიღებული თანხა და მხოლოდ 3.7%-ით ნაკლებია 2021 წლის შემოსავალზე, რომელიც იყო წელი მას შემდეგ, რაც COVID-19 პანდემიამ ნავთობის გაყიდვები მნიშვნელოვნად შეამცირა. ეს არ არის ის მასშტაბური შედეგები, რაც უკრაინას სანქციებისგან სჭირდებოდა და ამან პუტინს მისცა გაცილებით მეტი ფული, ვიდრე მას უნდა ქონოდა უკრაინაში შეჭრის დასაფინანსებლად. და ამათეთ აქ ეგრეთ წოდებულია ჩრდილოვანი ფლოტი, რომლის შექმნაშიც, როგორც მიიჩნევა, პუტინმა $14 მილიარდ მეტი დახარჯა და რომელიც კიდევ უფრო მეტ არალეგალურ ნავთობისა და გაზის შემოსავალს უზრუნველყოფს რუსეთისთვის და მიიღებთ პრობლემას, მას. დასავლეთის სანქციები ქაღალდზე კარგია, მათ გარკვეული ეფექტიც აქვთ. მაგრამ ისინი საკმარისად შორს არ მიდის და შეიძლება ითქვას, რომ ამ სანქციების აღსრულება ვერ შეესაბამება იმ დაპირებას, რაც მათ უნდა მოეტანათ. შემდეგ დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა და ოპერაცია მბრდღვინავი ლომი. ის ერთობლივი ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეფექტური იყო როგორც ამერიკული სამხედრო ძალის დემონსტრაცია, სანქციების საკითხს კიდევ უფრო ამანძიმებს, რადგან რუსეთს მისცა შანსი გადარჩენისა. თუმცა ეს შანსი ისეთი ძლიერი არ არის, როგორც პუტინს სურს. მაგრამ სანამ ამაზე ვსაუბრობთ, თუ ასეთი ანალიზი გსურთ იხილოთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. არსებობს უამრავი არგუმენტი, როგორც ოპერაცია ეპიკური რისხვის გაგრძელების სასარგებლოდ, სასერბლოდ ასევე მის წინააღმდეგ. მაგრამ ერთი რამ, რაზეც ყველათ ახმდება, არის ის, რომ ამან ენერგეტიკულ ბაზრებზე ქაოსი გამოიწვია. ირანის გადაწყვეტილებამ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ასიმეტრიული ტაქტიკის გამოყენებით პირდაპირ იმოქმედა იმ ნავთობის ფასების ზრდაზე, რომელიც ვახსენეთ. და კონფლიქტის პირველ რამდენიმე კვირაში პუტინი და მისი გარემოცვა იღიმებოდნენ, რადგან ნავთობიდან მიღებული ფული შემოდიოდა. 12 მარტის ანგარიშში The Guardian-მა აღნიშნა, რომ რუსეთმა შეძლო დაახლოებით €6 მილიარდი, ანუ 6.93 მილიარდი მიღება ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან ირანში, ომის პირველ 2 კვირაში. ეს 14%-იანი ზრდა იყო თებერვლის იმავე პერიოდთან შედარებით, რაც დამატებით €672 მილიონ, ანუ დაახლოებით $766 მილიონ შეადგენდა ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის გაყიდვებიდან. ეს ყველაფერი დამატებითი ფულია, რომელიც რუსეთს არ უნდა მიეღო და რომელსაც კრემლი ბეგრავს პუტინის შეჭრის დასაფინანსებლად. მარტის ბოლოსთვის Business Insider-ი იუწყებოდა, რომ რუსეთის ნავთობი გლობალურ ფასებზე მაღალ ფასად იყიდებოდა ირანის ომით გამოწვეული მიწოდების შოკის გამო. რუსეთის ნავთობი, რომელიც ადრე $12 ფასდაკლებით იყიდებოდა, ახლა უკვე $4 პრემიუმით იყიდება. North Sea Dated-ის ნავთობის ნიშნულთან შედარებით, რაც ზუსტად საპირისპირო შედეგია იმისა, რაც სანქციებსა და ფასის ზღვარს უნდა ქონოდა. სანქციებზე საუბრისას პუტინმა კიდევ ერთი სარგებელი მიიღო ირანის ომის დაწყების შემდეგ. მარტის ბოლოსკენ აშშ-მ შეამსუბუქა ზოგიერთი სანქცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჰქონდა დაწესებული.
ეს არ არის სანქციების სრული მოხსნა და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ დროებითია. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ რუსულ ხომალდებს, რომლებიც ადრე ამერიკის სანქციების სიაში იყვნენ, მათ შორის ნავთობის სადრიფტო გემებს, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ ცურავენ, მიეცათ ზოგადი ლიცენზია, რათა დაასრულონ ნავთობის გადმოტვირთვის ოპერაციები. როგორც RBC უკრაინა იუწყება, შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ ტვირთზე, რომელიც 12 მარტამდე იყო დატვირთული და ის ძალაშია 11 აპრილამდე. მაგრამ მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, ამერიკის გადაწყვეტილებას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. ერთი მხრივ ადვილი გასაგებია, რატომ მიიღო აშეთი შრომის გადაწყვეტილება, რადგან სავარაუდოდ სანქციების დროებით მოხსნას განიხილავს როგორც სწრაფ და მარტივ, თუმცა ნამდვილად არა გრძელვადიან გამოსავალს. იმ ნავთობის ფასის შოკზე, რომელიც ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად წარმოიშვა. თუმცა რამდენიმე დასავლელმა ლიდერმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერკმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ამ ზომას არასაჭირო უწოდა, ხოლო მაკრონის შემთხვევაში საერთოდ არ მიიჩნია გამართლებულად. თუმდაც დროებითმა შეღავათმა რუსეთისთვის შეიძლება გზა გაუხსნას მომავალში სანქციების შემსუბუქებისკენ, განსაკუთრებით თუ ოპერაცია ეპიკური რისხვა გრძელვადიან კამპანიად გადაიქცევ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც შეუერთდა დაგმობას და საფრანგეთში მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა, სანქციების მოხსნა რუსეთის პოზიციების გაძლიერებას გამოიწვევს. ამ მხოლოდ შეერთებული შტატების მხრიდან შეღავათმა შეიძლება რუსეთს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი მოუტანოს ომისთვის, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას. ეხლა რა თქმა უნდა ყველაფერი რაც აშშ-მ გააკეთა და რაც რუსეთს ეხმარება დროებითია, ითია. იგივე შეიძლება ითქვას ჰორმუზის სრუტის ბლოკადაზე და ნავთობის ფასების ქაოსზე, რომელსაც მან ხელი შეუწყო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავად განაცხადა 1 აპრილს, რომ აშშ-ში ირანში საქმეს ასრულებს, თუმცა ამას კიდევ 2-3 კვირა დასჭირდება. დაველოდოთ და ვნახოთ, მართალია თუ არა ეს. თუ ასეა, მაშინ რუსეთს რომ სარგებელი მოუტანა, იმ ქაოსის დასრულების თარიღი უკვე ჩანს. მაგრამ უკრაინისთვის ნებისმიერი სარგებელი რუსეთისთვის უკვე მეტია. იმის ნაცვლად, რომ პუტინს მისცემოდა საშუალება კიდევ მეტი ფული გამოემუშავებინა, როგორც წარსული სანქციების ცუდი განხორციელების, ისე ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს მომხდარი მოვლენების გამო, უკრაინა მეორე ვარიანტი აირჩია. თუ ტრადიციული სანქციები ისე არ ეხმარება, როგორც უნდა ეხმარებოდეს, მაშინ 1 კვირის განმავლობაში მოქმედი მფრინავი სანქციები საქმეს გააკეთებს. და ეს გვაბრუნებს უკან უსტლუგაზე, პრიმორსკზე და მთლიანად რუსეთის ბალტიის ზღვის ნავთობის მთავარ მარშრუტზე. გარდა ამისა კიდევ ერთი რამ არის, რაც ჯერ არ გაგვიშუქებია, ასე რომ დარჩით ჩვენთან ბოლომდე რომ გაიგოთ რა არის ეს. ეხლა ბალტიის ფრონტზე ჩვენ უკვე გაგიზიარეთ უამრავი მონაცემი, რომელიც ასახავს ჯოჯოხეთის 7 დღის უშუალო გავლენას. ეხლა შევხედოთ, რას მიაღწია უკრაინამ უფრო ფართო პერსპექტივიდან. ატლანტიკური საბჭოს მიხედვით, 2 ბალტიის პორტი, რომელსაც უკრაინა 7 დღის განმავლობაში ანადგურებდა, პასუხისმგებელია რუსეთის მთლიანი საექსპორტო სინძლავრის 40%-ზე. ეს უზარმაზარი რიცხვია და უკრაინის დარტყმები ამ შესაძლებლობაზე დიდ შეშფოთებას იწვევს, როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ანალიტიკოსმა ბორის ახრენშტეინმა უკვე დაასახელა ის, რაც ამ კვირაში ვიხილეთ, როგორც ყველაზე სერიოზული საფრთხე რუსეთის ნავთობის ექსპორტისთვის. მას შემდეგ, რაც პუტინმა 2022 წელს თავისი შეჭრა დაიწყო. ამ საფრთხეს შეიძლება გაგრძელება მოხდეს. უკრაინამ აშკარად დაადგინა გზები ბალტიის პორტებამდე და რუსეთს უკვე 1 კვირაზე მეტი აქვს მათზე რეაგირებისთვის, მაგრამ ჯერ არ უპასუხია. ეს დარტყმებიც მტკიცებულებაა. თუ კიდევ მეტი მტკიცებულება იყო საჭირო, რომ უკრაინამ გააძლიერა თავისი შორ-მანძილზე დარტყმის შესაძლებლობები, ინდონემდე რომ შეუძლია დაარტყას რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მრავალ ობიექტს. ეს ყველაფერი სიგნალებია, რომლებზეც პუტინმა ყურადღება უნდა გაამახვილოს, რადგან უკრაინის მიერ რუსეთის ბალტიის პორტებზე განმეორებითი დარტყმები შესაძლოა დროებით გამოუყენებლად გახდის უკრაინის ომის განმავლობაში, თუ უკრაინა გააგრძელებს თავისი მფრინავი სანქციების გამოყენებას. მოდით დაუბრუნდეთ იმ საწყის წარმატებას ნავთობის გაყიდვებში, რომელიც რუსეთმა ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველ 2 კვირაში მოიპო. უკვე გითხარით, რომ The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ომის პირველი 2 კვირის განმავლობაში 6.93 მილიარდი დოლარი გამოიმუშა. ბალტიის პორტები უკრაინას სრულად არ დაუხურავს, მაგრამ ისინი სულ უფრო უახლოვდებიან ას. თუ ეს მოხდება, 2 კვირისთვის გათვლილი 6.93 მილიარდი დოლარი 4.158 მილიარდამდე შემცირდება, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ექსპორტის 40%-ს დაკარგავს. დავამატოთ ის 235 მილიარდი დოლარი, რომელიც ადრე ვახსენეთ, რაც რუსეთის 2024 წლის ნავთობისა და გაზის შემოსავალი. ეს 151 მილიარდამდე მცირდება, როდესაც რუსეთის საექსპორტო სიმძლავრის 40% გამორთულია. აქ მთავარი ისაა, რომ უკრაინის მიერ დაწესებულმა საჰაერო სანქციებმა აჩვენა, რომ რუსეთის ეკონომიკაზე შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს სულ რაღაც 1 კვირაში. წარმოიდგინეთ, რას შეძლებდა უკრაინა 1 თვის ან 1 წლის განმავლობაში დარტყმებით. ბალტიის პორტები შეიძლება გადაიქცეს ცხელ ზონად, სადაც არც ერთი ტანკერის კაპიტანი საღგონებაზე არ შევა. და ეს შეიძლება მილიარდობით დოლარი გამოაცალოს პუტინის საომარ ბიუჯეტს. და უკრაინისთვის საქმე კიდევ უფრო უკეთესად მიდის. ცოტა ხნის წინ გითხარით, რომ კიდევ ერთი საკითხია, რომელიც ამ ვიდეოში ჯერ არ გაგვიშუქებია. ეს სხვა რამ არის სიბირის რეგიონი.
თუ პუტინი ფიქრობს, რომ ის რაც ახლა რუსეთის ბალტიის პორტებში ხდება, პრობლემაა, გაცეცხლდება, როცა მიხვდება, რომ უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობს კამპანიას, რომელიც რუსეთის ეკონომიკის პარალიზებას ისახავს მიზნად. United 24 მედია დეტალებს გვაწვდის და აღნიშნავს, რომ უსლუგა და პრიმორსკი სიბირის ნავთობის მიწოდების ჯაჭვის ნაწილია, რომელშიც შედის დრუჟბას მილსადენი და ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, კიროშინევ და ორგსინტეზი და იაროსლავლი. საერთო ჯამში ეს ობიექტები პასუხისმგებელია 2.6 მილიონ ბარელზე, იმ 9 მილიონიდან, რომლის წარმოებასაც რუსეთი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შეუძლია. ეს თითქმის რუსეთის ნავთობის ექსპორტის მესამედია, რომელიც ამ 5 ობიექტზეა კონცენტრირებული. ეხლა უსტლუგა და პრიმორსკი იმდენად ძლიერად ზიანდებიან, რომ იძულებულნი არიან მუშაობაში აჩერონ. დრუჟბას მილსადენი იანვრიდან დაკეტილია, რაც მიწოდების პრობლემებს უქმნის უნგრეთს, სლოვაკეთსა და ჩეხეთს, ასევე რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანას. ეს ნიშნავს, რომ 5-დან 3 წერტილი უკვე დაკავშირებულია. კიდევ ერთი ფაქტორი ჩნდება მაშინ, როცა აცნობიერებ, რომ უკრაინის მიერ რუსეთისთვის მოწყობილი ჯოჯოხეთის კვირა ასევე მოიცავდა და დარტმას კიროშინევდის ორგსინთეზის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, დაახლოებით კვირის შუაში. ეს დარტმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქარხანა დაიხურა, რაც კიდევ უფრო ამცირებს იმ ბარელების რაოდენობას, რომელსაც რუსეთი ექსპორტზე გაიტანდა. რაც შეეხება იაროსლავს, ალბათ უკვე ხვდებით, რას გეტყვით ახლა. მასაც დაარტყეს. 28 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ქარხანაც ცეცხლში იყო უკრაინული დრონით განხორციელებული დარტმის შემდეგ. ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდა. მაშინ როცა უსტლუგა და პრიმორსკი ყველა სათაურის ცენტრშია და ეს სრულიად სამართლიანია, ამ აშკარა პრობლემების უკან რუსეთისთვის დგას ის საფრთხე, რომ უკრაინა მთლიანად ანადგურებს სიბირის ნავთობის მომარაგების ჯაჭვს. მელნელა ეს ყველაფერი ჩამოიშალა. ეს იყო კოორდინირებული და გათვლილი ისეთი დონით, როგორიც ომის განმავლობაში უკრაინისგან აქამდე არ გვინახავს. დასრულდა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე ერთეული დარტმების პერიოდი. უკრაინამ კიდევ ერთხელ განაახლა თავისი სტრატეგია. ეხლა უკვე მთელი მომარაგების ჯაჭვების საკვანძო წერტილებზე განმეორებითი დარტმები, ღრმა დარტმების ნორმად იქცა და ესაა დიდი პრობლემა პუტინისთვის. ის კარგავს კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებს, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას ამაგრებს იმ დროს, როცა ეს ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის და უკვე პროკრემლის ექსპერტებიც კი ამბობენ, რომ ის მუხლებზე დაყენებულია. რუსეთის ცენტრალური ბანკი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლა და მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრი ყველა აქვეყნებს მაჩვენებლებს, რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში შედის 2025 წლის ნოემბრიდან. და აქედან მხოლოდ უარესობისკენ წავა ყველაფერი. უკრაინამ რუსეთი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ეხლა მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ. ჯოჯოხეთური კვირა უნდა იყოს იმ დარტყმების კომბინაცია, რომელსაც მოხვება ძლიერი დარტყმები, აპერკოტები და ყველაფერი, რისი გაკეთებაც უკრაინას შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინის ამოცანა ახლა სიბირის მომარაგების ჯაჭვი გათიშული დატოვოს. დროებითი დახურვები ერთი რამეა და ისინი აჩვენებს უკრაინის საჰაერო სანქციების ეფექტიანობას, მაგრამ თუ უკრაინა ამას გააგრძელებს, ოპერაცია ეპიკური რისხვა დასრულდება. რუსეთის ინფრასტრუქტურა ვეღარ აღდგება და მილიარდები, რომელსაც რუსეთი უკვე კარგავს უკრაინის დარტყმების გამო, გადაიქცევა 10 მილიარდებად. ეს შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ პუტინს თავისი შეჭრის დასრულება აიძულოს. და სანამ რუსეთი ცდილობს მოიშუშოს ჭრილობები, რომლებიც უკრაინა როგორც ჩანს ჯოჯოხეთის კვირის შემდეგ კვლავ გახსნას აპირებს, უკრაინა სულ უფრო ძლიერდება. ახლო აღმოსავლეთში ხელშეკრულებები იდება, რომლებიც შეიძლება უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მომავალს დიდი ხნით უზრუნველყოს. და ეს ყველაფერი ხდება იმ გაკვეთილების გამო, რაც უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში მიიღო. სურთ მეტი გაიგოთ, ნახეთ ჩვენი ვიდეო იმაზე თუ როგორ აქცევს ირანის ომი უკრაინას მთავარ მოთამაშედ ახლო აღმოსავლეთში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ჩვენი ანალიზი უკრაინის სიღრმისეული დარტყმის კამპანიაზე რუსეთის წინააღმდეგ. და მადლობა როგორც ყოველთვის, ურებისთვის. ის